მოგესალმებით ძლიერი სქესის წარმომადგენლებო, რა დაგიმალოთ და კი, ძალიან გახარებული ვარ და მიხარია, მაგრამ ცოტა გამიკვირდა კიდეც, იმიტომ რომ უახლოეს 1 თვეში მთელი 2%-ით არის მომატებული მამაკაცების რაოდენობა, მაყურებლების, ანუ თუ აქამდე იყო ხოლმე 11-12%, ახლა 14%-ს მიჩვენებს ყოველ შემთხვევაში ანალიტიკაში, რაც ნამდვილად გულწრფელი ვიქნები და ვერ გეტყვით კარგია თუ ცუდია, იმიტომ რომ ჩემთვის, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით, მამაკაცს და არ უნდა ჭირდებოდეს, მამაკაცს არც ეზოთერიკი უნდა ჭირდებოდეს, არც მკითხავი უნდა ჭირდებოდეს და არც ოსტატი, იმიტომ რომ მამაკაცს ძალიან ისეთი აი კარგად ფორმირებული მიმართულებები უნდა ჰქონდეს თავისი ცხოვრების რა და სამარჩიელოდ არც უნდა ეცალოს და არც უნდა ჭირდებოდეს ეს მომენტი. კაცი რომ გახედავს ქალს ზუსტად უნდა იცოდეს რა, რომ იმ ქალთან რა გამოუვა, როგორია ეს ქალი, რა ტიპის ქალია და ის არა რომ სხვანაირი ანუ დამოკიდებულებებით მიდიან ქალთან და მერე უცებ აღმოჩნდება რომ უი თურმე სხვანაირი ქალი ყოფილა და მერე საკუთარი თავისაც რცხვენიათ, ამ ქალისაც რცხვენიათ, უგზო-უკლოდ იკარგებიან, მერე საკუთარ თავშიც იკარგებიან, უარესად თორე იმ ქალს ვერაფერს აკლებენ თავიანთი დაკარგვით და აბსოლუტურად ახალ და უფრო რთულ კარნულ გაკვეთილებს იწვევენ თავიანთ ბიოველში, მთლიანად ანგრევენ, ასე ვთქვათ, მოცემულ უტოლობას, იქაც ახალი ცვლადები შემოაქვთ, ის ახალი ცვლადები განტოლებაში ვერ ჯდება, ვერ იღებენ მოკლედ მერე სწორ სიტუაციებს, გეომეტრიაც ხო თავზე ენგრევათ და ენგრევათ, იმიტომ რომ თავიანთი დაულაგებელი საქციელების გამო ასიმპტოტაც კი ვეღარასდროს ვეღარ კვეთს მრუდს და კუთხეებიც ყოველთვის არის არაპროგნოზირებადი და მართკუთხეს ვერსად და ვერასდროს ვეღარ იღებენ და მოკლედ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე. ამიტომ მე მაინც მგონია რომ კაცს ცოტა სხვა ვიბრაციები, ქალები მაინც ქალები ვართ რა, მე კი არ მიყვარს ჭორაობა, უნდა დამაჯერა ნუ მაჭორავებ, სად მაგან მაგის იდრო და ან მაგის ნერვები. ან რატო უნდა განვიხილო ვიღაცის ცხოვრება, აი არაფრით არ მესმის, მაგრამ ნუ ეხლა მე ცოტა გამონაკლისი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ქალის ენერგიებისგან ძალიან დიდი ხანია მოვწყდი და უფრო მასკულინურ სიხშირეებზე გადავედი, ჩემთან სამწუხაროდ რაც სულაც არ არის თავის მოსაწონებელი და არც მიზეზი ვთქვათ იმისა, რომ ეს საამაყოდ განვაცხადო არაპირიქით, მე ძალიან მწუხვარ ამ ჩემს ამ მდგომარეობაზე. ვიქნები გულწრფელი, მაგრამ ნუ ქალები რეალურად ნამდვილი ისეთი აი სინტაქსურად ქალები ხო? სინტაქსურად სწორი სინტაქსით შედგენილი ქალები, ასე ვთქვათ, დიახაც რომ ემოციურებიც უნდა იყვნენ, ჭორაობაც უნდა უყვარდეთ, დიახაც რომ ეს ცნობის მოყვარეობა უფრო მეტი უნდა იყოს. კაცი, ნუ მე მაინც მგონია რომ ცოტა სხვანაირად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მე მესმის, რომ ძალიან ძლიერი მამაკაცის ცხოვრებაშიც შეიძლება ძალიან ისეთი პერიოდები დადგეს, როცა საკუთარ თავს თქვენ ვეღარ უშველოთ და ვეღარც ფსიქოლოგმა გიშველოს, ვეღარც მაკაცებმა, ვეღარც დედამ, არ ვიცი, ვეღარც ვეღარავინ და ერთადერთი შველა იყოს აი ეს უკვე ცოტა ისეთ შრეებში წასული ინფორმაცია, რომელიც უნდა გამოიტანოთ სამზეოზე. და ნუ თუ თან მით უმეტეს ქალი ურევია ამ ყველაფერში, ქალი ისეთ ბზარებს აჩენს ზოგადად მამაკაცის ფსიქიკაში, რომ თუმცა ბზარი სადაც გამიჩნდა შუქიც იქიდან შემოვიდა, მე მაქვს ერთ-ერთ ნაწერში ეგეთი ნათქვამი, მაგრამ და მართლაც ასია ბზარი სადაც გაგიჩნდება, შუქიც იქიდან შემოვა, ეს დაიმახსოვრეთ ჩემგან, მაგრამ მეგობრებო, ქალი სადაც ჩნდება, იმ ხელა სისტემა აქვს, რომ მართლა არ ვიცი ახლა როგორ გითხრათ, ლაშა გიორგი რამის ტახტი დაკარგა ლილეს გამო, ხო? შესაბამისად და უამრავი მსგავსი ტიპის მაგალითი, ნუ ნაპოლეონზე რო აღარ ვილაპარაკოთ, აღარ წავიდე ახლა ისეთ სიღრმეებზე თავის დროზე ისტორიულად ზუსტად აი ამ სუსტი წერტილით იგებდნენ ქალები და არ ვიცი ბრძოლებს უგებდნენ და უამრავ
ქვეყნის ტერიტორიებს ისაკუთრებდნენ ზუსტად აი ამ სისუსტით, ხო, ისე რომ ეს სისუსტეც გეპატიებათ, მე მაპატიეთ, უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრი მოგახვიეთ თავზე და მივხვდება რაც თქვი, ხო, ცუდად ნამდვილად არაფერი მithქვამს. კარგით, პირველი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენს მიერ ჩაფიქრებული ქალბატონის ცხოვრებაში. რა ამბავია მის თავს. ვინ არის ეს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? მოდით ჯერ ეს ვნახოთ. ორიანი პენტაკლები. ქალი, რომლის ცხოვრებაში სულ ორი გზაა, ქალი, რომლის ცხოვრებაშიც არის სულ ორი მიჯნა, არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს აი ესე ბედად დაყვა, რომ სულ არჩევანის წინაშე უნდა იდგეს, სულ უნდა ჰქონდეს ვაი თუ ასე, ვაი თუ ისე. თუმცა ორიანი პენტაკლები შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ის ქალი, რომელიც კითხვას დასვამს, აი ესლი, არა, ეს უფრო იცით როგორი კატეგორიის ქალი უნდა იყოს დაჟე იესლი. მიმიხვდით? უფრო ოპტიმისტური მიმართულების ქალბატონს უყურებთ სავარაუდოდ აქ და ახლა. ადამიანი ყოველ შემთხვევაში, რომელიც სულ ეძებს სტაბილურობას, უნდა სიმყარე გქონდეს, კიდე აბა ერთი არკანით, აი ძალიან სამართლიანი. აი უზომოდ სამართლიანი, საკუთარი პირდაპირობით, საკუთარი სამართლიანობით შესაძლოა საკუთარ თავსაც უნებდეს, მაგრამ გულში არასდროს არ დაიტოვებს თავის ნაფიქრს. ის არ ელოდება გარემოს თანხმობას იმისთვის, რომ მისი აზრი აიტაცონ და ის რა ქვია, აღიარონ. არა, ის თავის აზრს იტყვის, შენ მოგწონს, არ მოგწონს, ეს შენი პრობლემა, მაგრამ ის თავის აზრს დააფიქსირებს. სამართალდამცავ ორგანოებთან შეიძლება რაიმე შეხება გქონდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ მორალურ სამართალზე კიდევ უფრო მეტად გადის ხაზი და კიდევ ერთი არკანითაც ვნახოთ. დაკიდებული მამაკაცის არკანი, ქალი, რომელიც არ არის მარტივი ცხოვრებით ნაცხოვრები, ქალი, რომელიც აი რო იტყვიან სამყაროს როგორ ყავს იცით, აი სულ მუდმივ გამოცდებში, უამრავი პრობლემა აქვს ამ ქალს გადავლილი, უამრავჯერ დაიმსხვრა და ფენიქსივით აღდგა შეიძლება, აი შეიძლება მისი იარები და მისი ასე ვთქვათ ნაჭდევები და შრამები თქვენ ვერც შეამჩნიეთ, მაგრამ რეალურად ამ ქალს ძალიან ისეთი აი როგორ გითხრათ, მსუყე ცხოვრებით ნაცხოვრები აქვს, ეს არ არის ის, რომ ან ფინანსურად მიჭირდა, ან ვიღაც მცემდა, ან ვიღაც ძალადობდა, არა. აი აქ არის უფრო სიღრმისეულ ჭრილში ამ ყველაფრის გადახედვა, აი თითქოს ეს ადამიანი ბუნებამ ორი მაღალი არკანით ამოდის. იცით რისთვის მოავლინა, რომ აი სხვებსაც გადაატანინოს რთული პერიოდები, მიმიხვდით? სხვებსაც რაღაცნაირად წაეხმაროს, თავით გამოწვრთოს. ხშირი შეიძლება იყოს მის ცხოვრებაში კონფლიქტი მორალსა და რეალობას შორის, ვთქვათ, იგივე საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს შორის და სამწუხაროდ ეს ყოველთვის იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც უფრო მორალურად სამართლიანად თვლის, ანუ საკუთარი თავის სასარგებლოდ ეს გადაწყვეტილებას არ იღებს. დავდოთ აქ ხო ის დასტის 5 მაინც ვიღაცას, რომ ხო, ახლა ვნახოთ რა ხდება ამ ქალის სახლში, რა ხდება ამ ქალის გულში, რა ხდება მის თავში და რა ხდება თქვენთან დაკავშირებით აქ და ახლა და რა შეიძლება რომ მოხდეს მომავალში თქვენთან დაკავშირებით. ვნახოთ მის გულში რა ხდება, მის სახლში რა ხდება. 7-იანი პენტაკლები, ხო არის ჩვეულებრივი რუტინა, ვიღაცა ხელფასს ელოდება, ვიღაცა შემოსავალს ელოდება, რაღაცა აქვთ გადასახდელი, არაფერი განსაკუთრებული აქ არის. ან ეხლა შეიძლება რაღაცა უფრო იცით, როგორ რაღაცა პროექტი გქონდეს, რაღაცა სამსახურის მომენტი გქონდეს, რაღაცა თანხას იღებდეს, ელოდებოდეს ყოველ შემთხვევაში დამსახურებულს რა თავისი შრომის შესაბამისად. მის გულში რა ხდება, ეს ვნახოთ. 4-იანი ოჯახი, შეიძლება რაღაც დღესასწაული ახლოვდებოდეს და იმისთვის ემზადებოდეს, ვიღაცას დაბადების დღე გქონდეს, რაღაცა სუფრა არ ვიცი ყოველ შემთხვევაში. მისი ემოციები გადართულია აი ამ ასე ვთქვათ, ღონისძიების თუ რაღაცა მოვლენის მიმართ. მის გონებაში რა ხდება? რა საინტერესოა? მის გონებაში ძალიან ემოციურად არის.
სავსეა ემოციებით, რას უკავშირდება ეს ემოციები მანახე. ექვსიანი ხმლები და Knight of Pentacles. თუ რაიმე დაძაბულობა ქონდა ამას პენტაკლების რაინდთან, ვნახოთ ეს თქვენ ხართ თუ არა, ხო? ყოველ შემთხვევაში აქედან გამოსულია და ძალიან გახარებულია და ძალიან ბედნიერია, რომ ყველაფერი შემოტრიალდა. ის შიშები წარსულში დარჩა თუ კიდე ეშინი? არა. შიშები წარსულში დარჩა, გაურკვევლობა წარსულში დარჩა და ახალ ეტაპზე გადავიდა ურთიერთობა. ახალ ეტაპზე, სადაც ასე ვთქვათ, ვალებს უბრუნებენ, ვალებს ოღონდ ბრწყალებში, ხო? ანუ ხელს უწვდიან, რაღაცა სინქრონში მიდის ყველაფერი, ჰარმონიულად მიდის, ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად პირს. აი ესეთი სიტუაცია. თქვენთან დაკავშირებით რა ხდება? სავარაუდოდ ის ადამიანი თქვენ ხართ, მეგობრებო, მომავალსაც თუ ჩავთვლით, თასების რაინდი, თასე პენტაკლების რაინდი იყო, მაგრამ იქ მგონია რომ სხვა საფეხურზე გადასვლა და აი ეს ამბავია ზუსტად არ გამოვრიცხავ, ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ უყურებდეთ ქალს, რომელთანაც რაღაც გარკვეული ტიპის პრობლემები იყო თავის დროზე, მაგრამ ახალ ეტაპზე ხართ გადასული. ეს ქალი, არ ვიცი, რეალურად მგონია, იმიტომ რომ აქ მე აქ ოცნების და ილუზიის ვერც ერთი არკანი ვერ ვნახე. ემზადება იმისთვის, რომ თქვენ სხვა საფეხურზე გადახვიდეთ, იმისთვის, რომ იქ ოთხიანი, ანუ ეს გონებაში რაც უტრიალებს, ხო, შეიძლება რაღაცა ქორწილსაც გეკმოდეს თქვენთან დაკავშირებით, ან ოჯახთან გაცნობის მომენტი გქონდეს, ან მსგავსი რაღაც, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში თქვენთან დაკავშირებით ძალიან მაღალი ემოციური ტემპერატურა აქვს, თქვენთან დაკავშირებით, აი პირდაპირ გეტყვით, რომ შეყვარებულია, კიდე თქვენთან დაკავშირებით, ხო, აი თქვენ წარმოგიდგენთ მისი პენტაკლების მეფეთ. თვლის, რომ თქვენ უნდა დაასტაბილუროთ და სხვა საფეხურზე გადაიყვანოთ ეს ურთიერთობა, კი ბატონო, სამყაროს არკანით არ გამოვრიცხავ ბავშვზე და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ სტაბილურ ოჯახზე ფიქრობდეს. ნუ აქ ახლა თქვენი თანხმედრა როგორ არის, ეგ თქვენ იცით უკეთესად. მე აქ ცალმხრივად ვნახე, მაგრამ აქ თქვენ არც უსიამოვნებაში ხართ, არც ბლოკებში ხართ, არც საერთოდ რატო უყურებთ ტაროს, ცოტა ეგეც კი მიკვირს, იმიტომ რომ იმდენად ყველაფერი ახლა და ამ ეტაპზე დალაგებულია, თორე წარსულში რაღაც პატარ-პატარა პრობლემები კი მაჩვენა. ახლა ნახოთ მეორე ვარიანტი. აბა რა ხდება მეორე ვარიანტში? ვის უყურებთ? ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული? ქალბატონი ეს ვნახოთ. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? ცხრიანი პენტაკლები, ცხრიანი თასები, ორი ცხრიანით ამოდის ადამიანი, რაც ძალიან ისეთ მაღალ ვიბრაციებსა და მაღალ ენერგიებს მაჩვენებს. ადამიანი, რომელიც თვითკმარია, ადამიანი, რომელიც სტაბილურია, ადამიანი, რომელიც თავისი თავითაც კმაყოფილია, თავისი ცხოვრებითაც კმაყოფილია, თავისი მდგომარეობითაც კმაყოფილია და მოკლედ ძალიან ისეთ ენერგიებშია რა, აი როგორ გითხრათ, სასიამოვნო სიტუაციაში სხვებისთვისაც არ ენანება ამ ყველაფრის გაზიარება, საკმაოდ მიწიერად დგას, არ არის მარტო ისეთი, რომ აი მომხეჭელობა მარტო ფული, აი ემოციურადაც საკმაოდ ისეთი ადამიანია, გამცემი, კეთილი, თბილი, მზრუნველი, აი ადამიანი, რომელსაც ბუნება აფერთხავს ყველაფერს, რა, ყველანაირ ხვალს და დოვლats. ეს იქნება ემოციური რესურსი თუ ეს იქნება მატერიალური რესურსი. ვნახოთ ახლა რა ხდება მის სახლში, რა ხდება მის გულში, რა ხდება მის გონებაში, თქვენთან დაკავშირებით და მომავალის ენერგიები თქვენთან მიმართებაში. რა ხდება მის სახლში? რა ხდება მის სახლში და იერფანტის არკანით ძალიან ისეთი ჩვეულებრივი ოჯახური ამბები აქვს, სავარაუდოდ არ გამოვრიცხავ, რომ გათხოვილ ქალს უყურებდეთ. ადამიანი მყარად მართავს საკუთარ ოჯახს, ტრადიციებს მისდევს, ღირებულებების ჩარჩოებში ჯდება, გარეგნულად ძალიან ისეთი ავტორიტეტული ოჯახით შეიძლება ქონდეს და ძალიან ისეთი ავტორიტეტული მმართველიც იყოს იმ თავისი იმპერიის და ოჯახის, შვილებს ზრდიდეს. არ მგონია, ხა ვერ გეტყვით, რომ აი არ ვიცი, რატომღაც ეს ინფორმაცია მომდის, რომ უნდა სახლში იყოს ახლა და ამ ეტაპზე და დიასახლისის პოზიცია ქონდეს მორგებული.
რა ხდება მის გულში? არ ვიცი, შესაძლოა სწავლობდეს, შეიძლება ახალ საფეხურზე გადავიდოდეს და რაიმე საქმეს იწყებდეს, ახალ პროფესიას იძენდეს, ან სულაც უბრალოდ რაღაც პროექტს წერდეს, ან რაღაცას წერდეს. ყველა შემთხვევაში დაკავშირებულია ცოდნასთან, ინტელექტთან დაკავშირებული ამბები აქვს გულში, ან მთელი თავისი ეს ემოციური მომენტი, აი ჩადებული მიზნად რო ჩაიდებ რაღაცას, აი ესეთი ენერგია მოდის. გონებაში რა ხდება? ხო, გონებაში რაღაცა ციკლის დასრულება უნდა, ან რაღაცას ელოდება ბედისწერისგან. აი თითქოს მოლოდინი აქვს, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს ბოლოს და ბოლოს. კი ბატონო. ამდენი ტვირთისგან უნდა გათავისუფლდეს? რას ელოდება? არ ვიცი, როგორ გითხრათ, იმპერატორი, იმპერატრიცა. გეტყვით ახლა რა ხდება, ნახეთ. აქ რაღაც გადაწყვეტილება აქვთ მისაღები. აქ უკვე რაღაც სიტუაცია ძალიან დიდ ტვირთად იქცა. და რას ფიქრობს, იცი, რომ მინდა არ მინდა, მე ვარ იმპერატრიცა, მყავს იმპერატორი და რაც არ უნდა მიჭირდეს, რაც არ უნდა ტვირთი იყოს ეს ურთიერთობა ჩემთვის, აი ამ ფასადურად მე მაინც ესე უნდა შევინარჩუნე სიტუაცია და უნდა დავრჩე. ანუ მის გონებაში კარგი, სავარაუდოდ სახლში მანახე კიდე ერთხელ რა ხდება, აბა. რას უკავშირდება ეს მაჩვენე? ხო, აი სახლში უბრალოდ წეღან აღარ დავამატე არკანები და სახლში არ არის ჯანსაღი სიტუაცია, სახლში გაურკვევლობაა, შიშია, ბევრი დაფარული ინფორმაცია, ეჭვებია, ხუთიანი ხვლები, ნუ გაფუჭებული ურთიერთობა და სავარაუდოდ ამის გამოძახილია აქაც, რომ აი რომ იყვენ კბილებით იჭერს ოჯახს, თან წასვლაზე ფიქრობს, ძალიან უნდა წასვლა და დასრულება ყველაფრის ნახეთ. აი ყველაფრის დანგრევა და ხელახლა აწყობა, მაგრამ თან იცის რომ ეს არ შეიძლება. ამ ადამიანს ოცნების ადამიანი ყავს თავის გულში. ნახოთ აბა ეს თქვენ ხართ თუ არა, მაგრამ ვიღაც ყავს ნამდვილად ვიზეც ოცნებობს, ვიზეც ფიქრობს. თქვენთან დაკავშირებით, ხო, აი ახალი მიწა აქვს, სხვა შორის ამ დასტას დამატებული აქვს რაღაც რამდენი ორი არკანი, რომელიც ჩვეულებრივი 78 არკანის მიღმა და ახალი მიწა, ანუ თქვენთან დაკავშირებით რა ვინ ხართ თქვენ მისთვის? თქვენთან ჩიხებშია. რეალურად უნდა თქვენთან გადმოსვლა, რეალურად უნდა, აი მაგის არკანი ხოთ, თქვენ მისთვის ქარიზმატული, ძალიან საჭირო ადამიანი ხართ, ვისთანაც ძლიერად, ანუ ვისთანაც უფრო სწორედ სუსტად გრძნობს თავს, ვისი ძალაც სჭირდება, ვისი არსებობაც სჭირდება იმისთვის, რომ გადარჩეს. ახალი მიწა, აი თითქოს ცვლილება უნდა, თქვენთან წამოსვლა უნდა, თქვენთან გადმოსვლა უნდა. სამართლიანობის არკანით ფიქრობს, რომ მისთვის ეს უკეთესი იქნება და სწორიც იქნება და უფრო სიმსუბუქე და ასე ვთქვათ, სიმშვიდე ექნება თქვენს გვერდით და ფიქრობს, ნამდვილად ფიქრობს ცვლილებას და აი ახალ გზაზე წასვლას ეს კიდე ერთი არკანია მაგის, მაგრამ ვერ იღებს გადაწყვეტილებას. მომავლის ენერგიები მაჩვენე რა იქნება. კვერთხების ტულზე არ გამოვრიცხავ თქვენთან დაკავშირებით ორიანი კვერთხები, რომ თქვენი გზა აირჩიოს, კი ბატონო. ნამდვილად სამყაროს არკანი, ისეთი არკანები ამომდის სულ, რომ აი თითქოს დამსახურებული 14 არკანი არიანი. ხო. მეგობრებო, არ ვიცი თქვენ ვინ მიყურებთ აქ, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით ეს გოგო გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენ თუ ელოდებით და აქ ფაქტია, რომ არ ვიცი, აქ ისეთი კომბინაციები გამეშალა, რომ ელოდებით. ეს გოგო ძალიან მალე დაასრულებს თავის მოღვაწეობას იქ, სადაც არის და ძლივს იკავებს, კბილებით უკავია ეს ურთიერთობაც და საკუთარი თავიც, მაგრამ საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და წამოვა თქვენთან და თქვენთან იქნება აბსოლუტური, აი როგორ გითხრათ, წყნარი, მშვიდი და აი დაალაგებული ურთიერთობა. აი კიდე ერთი არკანითაც ვნახოთ თუ გინდათ. კი ბატონო, თასების ტუსი, ხო, აი ისეთი ურთიერთობის ის ფორმა, სადაც თქვენ აი როგორ გითხრათ,
სრულ ემოციურ თანხვედრასა და ემოციურ ბედნიერებას, ემოციურ სიმშვიდეს მიაღწევს და არ გამოვიცხოვრო ქორწილითაც დასრულდეს, ანუ დაოჯახებითაც დასრულდეს ეს თქვენი ამბავი. ხო, ძალიან საინტერესო გამოვიდა მეორე ვარიანტი. კიდევ ერთხელ თვითონ თქვენთაგან სუღრმესი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის რომ მიყურებთ. დანარჩენი რა ვიცი, თუ ვინმეს რაიმე გაინტერესებთ კონკრეტული თემა დამიკომენტარეთ და ვეცდები რომ იმის მიხედვით გავაკეთო გაშლა. დანარჩენი დაგემშვიდობებით, ნახვამდის ბედნიერ დღეს გისურვებთ.